სწორედ პოლიტიკურმა ლიდერებმა პრეზიდენტის სასახლე რამდენიმე წამში ანედოლიძისგან მოვისმენთ განცხადებას, ახლა საზოგადოების მაღალი ინტერესი არსებობს ბუნებრივია, სხვადასხვა საშუალებები იმზადებიან პირდაპირ ჩართვისთვის, მე ჯერ მივხვდი იმყოფებოდნენ ეს შეხვედრაზე ძლიერი საქართველოს ლიდერები, ბანრი ჯაფარიძე, ანედოლიძე, პარტიის ცვლილებისთვის ლიდერი, ნიკა ვარამია, ასევე ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, თინა ბოყუჩავა, ტრაგედია აღმაშენების თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე, ასევე შეხვედრაზე იმყოფებოდა გიგა ლემონჯავა, პარტია ცვლილებებისთვის დადგავდა კომენტარი და მოვისმენთ კონკრეტულად რა შედეგი დასრულდა დღევანდელი შეხვედრის მიმართ განსაკუთრებული მოლოდინი არსებობდა, რადგან იცით რომ ამის შემდეგ ვარამია საბჭომა მას ახალ არჩევნებამდე უნდა მიიყვანოს სწორედ ქვეყანა ჩატარდეს ახალი არჩევნები შემუშავებული არის კაი მაშინ თანხმდებიან პოლიტიკური ლიდერები და ამ პროცესში ჩართული არიან სხვადასხვა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოების წევრები და ჩვენ შეგვიძლია რომ პირდაპირ ეთერში მოვუსმინოთ ახლა ანედოლიძეს, რომელიც რამდენიმე წამში გააკეთებს განცხადებას, პოლიტიკური ლიდერები აცხადებენ რომ კონსტიტუციური ჩარჩოდან არის ქართული ოცნება გასული და ამიტომ სამართლებრივ ნაბიჯებს არ უნდა ელოდეს. რა შედეგი დასრულდა ქალბატონოვანა დღევანდელი შეხვედრა რა გაქვთ ხალხისთვის საკითხი? მოგესალმებით, მოგეხსენებათ რომ ეს არის მიმდინარე სამუშაო პროცესი. ბარიერ გადალახული პოლიტიკური პარტიები ვთათბირობთ საქართველოს პრეზიდენტთან. განხილვაში არის ის დოკუმენტი, რომელიც იქნება წარდგენილი და ეხება არჩევნებს, საარჩევნო ადმინისტრებას, პირობებს, რომლის მიხედვითაც შეიძლება საქართველოში ჩატარდეს ახალი ლეგიტიმური არჩევნები. ჩვენი მთავარი მოთხოვნა, რა თქმა უნდა, ახალი არჩევნებია პოლიტპარტიულების გამოშვებასთან ერთად. ამასთანავე მე მინდა გითხრათ, რომ მე შევთავაზე სრული მხარდაჭერა საქართველოს პრეზიდენტის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. ჩვენ მზად ვართ დავრჩეთ 29 დეკემბრის შემდეგაც სასახლეში და ის გამოვაცხადოთ ერთადერთ ადგილას, სადაც ლეგიტიმური საქართველოს პრეზიდენტი იქნება. არა, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი შეთავაზება, ეს არის მხარდაჭერის ფორმა, სხვა ყველა ფორმასთან ერთად, რომელიც იქნება ლეგიტიმური, სამართლიანი და არა ძალადობრივი. ფორმებზე ანასაუბარი როგორია სამართლიანი, რომელია ლეგიტიმური, ერთი დარჩენა გავიგეთ. ხვები ძალიან ბევრ მექანიზმზე იყო აქ საუბარი. პირველი რაც აქ მოხდება, ეს არის წარდგენილი იქნება პირობები, რომლის მიხედვითაც შეიძლება ჩატარდეს ჩვენთვის მისაღები სამართლიანი არჩევნების შემდეგი და ეს არის დოკუმენტი, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობს. ადვილი არ არის, იმიტომ რომ ჩვენ უნდა მოვიცვათ ფართო საზოგადოებრივი ფენები და ამიტომ არის აქ შეხვედრები. მათ შორის, რაც შევთავაზეთ, 29 დეკემბერი უკვე მალე იქნება, ხო? აქ არის ერთ-ერთი მექანიზმი, ეს არის ფიზიკური მხარდაჭერა 29 დეკემბრის შემდეგ, მის გვერდზე ფიზიკური თანადგომა, აქ ყოფნა და სასახლიდან არ გასვლა. ეს არის პოზიცია გასაგებია, მან რა გითხრათ? მე მინდა დავაკონკრეტებ, როგორია სალომე ზურაბაშვილის პოზიცია, ის თავად აპირებს თუ არა დარჩენას, იმიტომ რომ თქვენს ფიზიკურ დგომასაც ამ შემთხვევაში ენიჭება მნიშვნელობა და ასევე 29-მდე თუ იქნება რაიმე ნაბიჯები. რა თქმა უნდა, მე ვერ მოგახსენებ პრეზიდენტის პოზიციას, ის თავად იტყვის ამას, მაგრამ მოსაზრებების მაგიდაზე, მოსაზრებების პროცესში ბევრი მოსაზრება იყო გამოთქმული. წინასწარ ამის თქმა რა მოხდება, როგორ მოხდება, არის კონტრპროდუქტიული, იმიტომ რომ ბიძინა ემანიშვილს ჩვენ ვერ მივცემთ საშინაო დავალებას, რომ ყველაფერი თვითონ კარგად უფრო ადრე მოიფიქროს, ვიდრე თვითონ შეიძლება მოიფიქროს. მაგრამ ჩვენგან რო ვთქვათ, რომ ჩვენ პარტიები, ვინც ვართ, მზად ვართ, რომ მასთან ერთად ვიყოთ ამ ბრძოლაში, გავრისკოთ ნებისმიერი ტიპის პასუხისმგებლობა და ეს პასუხისმგებლობა გავიზიაროთ, ეს არის მნიშვნელოვანი ამის დაფიქსირება. არა, ეს არის, მოგახსენებთ, ეს არის მიმდინარე პროცესი, სავარაუდოდ შეკრება ხვალზე ეგ მანამდე 29-მდე კიდევ მოხდება, იმიტომ რომ მიდის მუშაობა ბევრ საკითხზე, ეს არის ერთ-ერთი საკითხი. მაგრამ